რეჟიმი რეპრესიებს სულ უფრო ამკაცრებს. ზეწოლა უწყვეტად გრძელდება საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ღიად გაემიჯნენ ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეეჩერებინა ევროკავშირში ინტეგრაციის მოლაპარაკებები. ამ პოლიტიკის გასაპროტესტებელ საერთო განცხადებას 240-მდე მოხელემ მოაწერა ხელი. მათი ნაწილი სამსახურებიდან გაუშვეს, დარჩენილებზე კი ისეთი წნეხი განხორციელდა, რომ ზოგისთვის გაუსაძლისიც გახდა. ამ განცხადებიდან საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღო მოხელემ, რომელიც განმარტავს, რომ ამისი გაკეთება იძულებით უწევს. მისი კომენტარი სოციალური ქსელის ჯგუფიდან გავრცელდა. იძულებული გავხდი გამეტანა ხელმოწერა, მეგონა ამას ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა, მაგრამ ჯანმრთელობაც კი შემერყა ამ სტრესებსა და დაძაბულობაში. ბოდიშს გიხდით ჩემი საქციელისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩემი აზრისა და პოზიციის ცვლილებას. ღმერთმა ქნას მალე დადგეს გამარჯვებისა და სამართლიანობის აღდგენის დღე. თავდაპირველი 240 ხელმომწერიდან საკუთარი პოზიციის უკან წაღება 70-ზე მეტ საჯარო მოხელეს მოუწია. მიზეზი მათ შემთხვევაში ზეწოლა იყო. ყველა შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს დამოუკიდებელ პროფკავშირში კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც სწორედ საკუთარი პოზიციის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოხელეებმა დააფუძნეს. რეორგანიზაცია, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს, ადამიანებზე ახდენს დამანგრეველ ეფექტს, ფსიქოლოგიურად არიან უკვე ცუდად ადამიანები, უკვე მკურნალობა სჭირდებათ, მათ ოღონდ არ ვაჭარბებ ამ ნაწილს. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები ათასობით არის, როგორც მერიიდან, ასევე იუსტიციისა თუ სხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებებიდან. კონკრეტულ მაგალითებზე ილაპარაკეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში. სამოქალაქო აქტივისტი და ცოდნის კაფის დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, ორივე პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლდა სამსახურიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯარო დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა ჩაიშმელაშვილი. თბილის გარდა პოლიტიკური ნიშნით წმენდა გრძელდება რეგიონებშიც, სადაც ასევე ათავისუფლებენ დასავლური ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეებსა თუ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს. ჩემი პოზიციის გამო მუნიციპალიტეტში ხელშეკრულებები გაუფორმეს 10 თვიანი ყველას და მხოლოდ ჩემს ოჯახის წევრს, რადგან მე წარმოვადგენ პარტია გახარია საქართველოსთვის, გაუფორმეს მხოლოდ 1 თვიანი ხელშეკრულება. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატები განსხვავებული აზრის გამო რეპრესიებს უარყოფენ და საჯარო მოხელეებს სამართლის საპოვნელად ამისამართებენ სასამართლოში, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რეჟიმმა პროტესტის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად აქცია. სასამართლო არის ღია და ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანმა აღიდგინა თავის სასამართლოს ძალით, რომ თქვათ თუ კი ვინმე უსამართლოდ იყო გათავისუფლებული. და ამ შემთხვევაში თუ კი ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს და მიაჩნია, რომ არაობიექტურად იყო მისდამი მიდგომა, სასამართლო ეს ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ პროტესტში მათი მონაწილეობა გახდა გათავისუფლებული. არა, ტყუილია ეგ. ნამდვილად ტყუილია ეგ. ბევრი პროტესტში ვინც მონაწილეობს, ისევ მუშაობს, როგორ გეკადრებათ სახელებით და გვარებით შემიძლია რომ გითხრათ. თუმცა საჯარო სამსახურის რეორგანიზაცია, რომ ოცნების ხელისუფლებას მოხელეების საკუთარი ინტერესების შესაბამისად სამართავად სჭირდება, ეგრეთ წოდებული დეპუტატის გია ვოლსკის კომენტარში მაინც იკითხება. შეიძლება ადამიანი თქვათ ერთ ადგილას მუშაობდეს და სახელმწიფოსთვის რაღაცას ქმნიდეს, სახელმწიფოსგან ხელფასღებულობდეს და მეორე მხრივ სახელმწიფოს წინააღმდეგ იყოს მობილიზებული და ხდებოდეს ადამიანების საერთოდ სამუშაო ძალის ოპტიმიზაცია. იმისათვის, რათა მართვა იყოს მაღალ დონეზე. რეორგანიზაცია საჯარო სამსახურში ოცნებას განსაკუთრებით გაუმარტივა ცვლილებებმა კანონში, რომელსაც ხელი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს მიხეილ ყავალაშვილს პოსტზე დასმისთანავე მოაწერინა. გუშინ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ საბოლოოდ დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების კანონიც. უწყების, რომლის ფუნქციაც უკანონო გათავისუფლებების კონტროლი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო, რაც რეჟიმის ინტერესებში არ ჯდება.